ტყიბულის მუნიციპალიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, საელჩოს თანამშრომლები, ჩეხური ორგანიზაციის ადამიანი გაჭირვებაში წარმომადგენლები და პინის პროექტის მენეჯერი ნანა ყურაშვილი ეწვივნენ. საპატიო სტუმრებს ლიტერატურულმა კაფემ უმასპინძლა. შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა სამსახურების უფროსები, არასამთავრობო ორგანიზაციის ნაბიჯი პირველის დამფუძნებელი გიგა სოფრომაძე და მოსწავლე ახალგაზრდები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ლიტერატურულ კაფეში მოეწყო, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა და მის ძირითად მიზანს საზოგადოებისათვის და ბავშვებისათვის მათი უფლებების შეხსენება წარმოადგენდა. ასევე იმის გარკვევა, თუ რამდენად იცავთ ეს კანონი მათ. ამასთან დაკავშირებით ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმები. მათ ირგვლივ დისკუსია გაიმართა და მოისმინეს ბავშვთა მსჯელობები ამ კუთხით. ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი დამწრე საზოგადოებას ქართულად მიესალმა, რითაც თავის სამშობლოს კეთილგანწყობასა და მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის მიმართ მან ხაზი გაუსვა. იგი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობას გაეცნო, რაც ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა. ტომაშ პერნიცკი აღნიშნა, რომ განხორციელებული პროექტებით კმაყოფილია და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პროექტებზე ისაუბრა. ახალგაზრდობის ჩართულობაზე ჩვენი ქალაქის საზოგადოებრივ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დადებითად განეცხო, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თვითმმართველობის ყურადღებისადმი. მან ისაუბრა ასევე ადაპტირებული გარემოსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე. პინის პროექტის მისია, რომლის დონორიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, ადგილობრივი მოსახლეობის, გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდული ცენტრების დახმარება და მათთან ურთიერთობაა. პროექტები ტყიბულში მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და იგი თანამშრომლობისათვის მომავალშიც მზადაა. ჩეხური პროექტის ფარგლებში 2014 წელს მუნიციპალიტეტის 30%-იანი თანადაფინანსებით 6 პროექტი განხორციელდა, ხოლო 2015 წელს მისივე 50%-იანი თანადაფინანსებით ასევე 6 პროექტი განხორციელდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქარი, იშვიათი ხისგან დამზადებული სუვენირი გადასცა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ტყიბულში ვიმყოფები. ბედნიერი ვარ, რომ მე დღეს ტყიბულში ვიმყოფები. გავეცანი ამ რეგიონში ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ჩვენი ქვეყანა საქართველოს დიდი მეგობარია და მხარს ვუჭერთ მის ევროინტეგრაციას. სასიამოვნო იყო გავცნობოდი მოხსენებებს იმის შესახებ, რაც 2 წლის წინ დაიწყო და განხორციელდა ტყიბულში. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ შედეგებით, რაც მოვისმინე. ფიქრობ, რომ ტყიბული განვითარებადი ქალაქია და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძალიან კარგი გზა ერჩია ამ თვალსაზრისით და მე მათ საუკეთესოს ვუსურვებ. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლიდან მოყოლებული აქტიურად აფინანსებს სხვადასხვა მიმართულების პროექტებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ბატონ ელჩს სურდა ენახა ის შედეგები, რაც მიღწეული იქნა ამ წლების განმავლობაში. მან გამოხატა თავისი აღფრთოვანება იმით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ყველა ინიციატივას, რაც ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციის მიერ და ეს ერთობლივი თანამშრომლობა და ერთობლივი საქმიანობა ნამდვილად არის მის საბაძი და სამაგალითო ყველა სხვა მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოში. მათთან ურთიერთობის შემდეგ, როცა ჩვენ პროექტი შევასრულეთ, გაიზარდა ჩვენი ცნობადობა როგორც ქალაქში, ისევე ჩვენ ქალაქის ფარგლებს გარეთ. მეტად გვიადვილდება პარტნიორების მოწონა, დაფინანსებლების მოწონა. დღევანდელი შეხვედრით ჩვენ პროექტები გავაცანით უკვე მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გავაცანით ბატონ ელჩს და როგორც დავინახეთ იყო მისგანაც დაინტერესება, რამაც იმედი მოგცა, რომ ჩვენ სამომავლო ურთიერთობა ისევ გაგრძელდება და მივახდეთ იმ სასურველ შედეგს, რისთვისაც ორივე მხარე მუშაობს ტყიბულში. აღვნიშნეთ, რა სარგებელი მოუტანა ჩეხების ორგანიზაციამ ტყიბულს და მომავალში რა იგეგმება, ასევე თანამშრომლობა, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა ერთ შორის და ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო. საპატივცემულო სტუმარს მასპინძლობდით, ეს იყო ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი. მათ მიერ დაფუძნებულია ტყიბულში არასამთავრობო ორგანიზაცია პინი, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებს სოციალური სახის პროექტებს. ლიტერატურულ კაფეში ვიყავით დღეს, მასპინძლა კიდევ ერთხელ მშვენიერი საღამო იყო, მშვენიერი დღე უბრალოდ და ის 6 პროექტი, რომელიც ხორციელდება ბაღ-ბაღებთან დაკავშირებით, ხორციელდება გზასთან დაკავშირებით, ხორციელდება გადახურვასთან დაკავშირებით. აი ახლა შენობა, სადაც ჩვენ ვდგევართ, მე მქონდა ბედნიერება და გავეცანი იმ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ამ შენობის იმდენოისათვის გადახურვას და გადარჩენას, უბრალოდ გადახურვა ნიშნავდა იმდენოისათვის გადარჩენას. და აი ესეთ ორგანიზაციებთან კავშირი, ჩეხეთის რესპუბლიკასთან კავშირი ჩვენ ორ მხრივი სასარგებლობის მომტანია და
დღეს ეს გაცხადდა ჩვენ მემორანდუმში, ჩვენ ურთიერთობებში გავაღრმავეთ ეს ურთიერთობა ბუნებრივია, დავახლოვდით ჩვენ ამ შეხვედრამ დაახლოვა ორი ქვეყანა ერთმანეთს და იმ შესრულებული პროექტების სინდისერად განხორციელებისათვის ბიძგი მივეცით ქვეყანას, რომ იმათ მხარეს, რომ გაეღრმავებინათ და мотиваცია გაზრდოდათ ჩვენთან თანამშრომლობის და ეს ჩვენ შევასრულეთ ძალიან ღირსეულად.